ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დე-ფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე სამუშაო თათბირი ჩაატარა. ჯგუფს ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა ძველი შენობა ნაგებობების ასაღებად და ტერიტორიის გასაწმენდად. ბადრა გუნბამ შეამოწმა ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებისა და აეროპორტისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის შეკეთების მდგომარეობა. ქართველი ეკსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით მოსახლეობა სიცრუეშია, რადგან ისინი თვლიან, რომ აეროპორტი მოქალაქეების გადაყვანისთვის იქნება გამოყენებული, თუმცა რეალურად ის რუსეთისთვის სამხედრო პუნქტის ფუნქციას შეასრულებს. აღნიშნოს ის, რომ აეროპორტის ასე ვთქვათ აღდგენას ახორციელებს რუსეთის უშიშროების მდივნის ვაჟიშვილი, რაშიდ ნურგალიევის შვილი. რამოდენიმე დღის წინ მას შეხვდა ასლან ჟანია და სავარაუდოდ საუბრები მიმდინარეობდა აეროპორტის აღდგენაზე. რაც შეეხება თავად აეროპორტს, ის გარდა სამოქალაქო მიზნებისა შეიძლება გამოყენებული იყოს აი ამ სამხედრო მიზნებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს საფრენი ბილიკის გაფართოება. სოხუმის აეროპორტის აღდგენა იმ შეფუთვით, რასაც ჩვენ გვთავაზობს როგორც საოკუპაციო რეჟიმი, ასევე რუსეთი, თითქოს ეს გაზდის ტურისტულ ნაკადს და სხვა ასე ვთქვათ სამოქალაქო დანიშნულების ფრენებს. ეს აბსურდია ამ აეროპორტის და ამ გამოყენება, მით უმეტეს უკრაინის მოვლენებს თუ განვიხილავთ, რუსეთს აუცილებლად ჭირდება ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. მით უმეტეს დღეისათვის სოხუმის აეროპორტი ოფიციალურად არის სამხედრო და სამთავრობო დანიშნულების ერთიანი ბაზირების მატარებელი და არა სამოქალაქო დანიშნულების. აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იგი საქართველოს ტერიტორიაა. თუ უკრაინა დაბომბავს რუსეთის სამხედრო ბაზას აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაშინ გამოდის, რომ იგი ბომბავს საქართველოს ტერიტორიას და საქართველოს მთავრობამ უკვე ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. ანუ აქ რუსეთი იმასაც ცდილობს, რომ საქართველო მაინც ჩაითრიოს ამ ომში.